ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ეს ფორმატი, ის რომ შეიქმნა სახელმწიფოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ რეალური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისკენ მე ვფიქრობ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მესმის რომ შეიძლება არ იყოს თლად კომფორტული ძალიან ბევრი უწყებისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე პასუხის გაცემა, როგორც აქ მოხდა და ჩვენ 4 დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ იყო ასეთი არაერთი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან, პარლამენტის წევრების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი დაიწყო და ხელისუფლება ასეთ დისკუსიისთვის მზად არის და შემდგომ ნაბიჯებზე გადმოდის და ამიტომაც ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს და დაიხვეწოს, რადგან საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ხელისუფლების ანგარიშ ვალდებულების გაზრდას და დიდი მადლობა ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, ვინც იმყოფებოდნენ და ასევე მეც უერთდები საყვედურებს მთავრობის ადმინისტრაციის მისამართით, რადგან არც გასულ წელს და არც მიმდინარე წელს სამწუხაროდ მათ წარმომადგენელი არ იყო მოსული. ასევე განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით მინდა გამოვხატო, რომელიც პირადად ბრძანდებოდა აქ და მან წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ერთი რაც დასახვეწია, ალბათ თავიდან უნდა შევეხო არის ის, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია არ არის გაზომვადი და მის შესრულება ვერ იზომება. ძალიან ბევრ რეკომენდაციას დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, ნაწილი შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა, ნაწილთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო მუშაობა და ასე ვთქვათ, შესრულების პროცესია. მოვისმინეთ ასევე, რომ რამდენიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება და უკვე საგაზაფხულო სესიაზეც არის გათვალისწინებული რამდენიმე ასეთი რეკომენდაციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ რეკომენდაციების ნაწილი ცოტა არ იყოს, არის საკმაოდ ზოგადი და გაზომვადი არ არის, რამდენად რეალურად მოხდა თუნდაც ყველა რეკომენდაციის შესრულება. ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამაზეც ვიმუშაოთ, რომ რეკომენდაციების ნაწილშიც რაღაცნაირად გარკვეული კრიტერიუმები, გარკვეული ინდიკატორები შეიმუშაოთ, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რამდენად შესრულდა ის ინფორმაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი უწყებების მხრიდან, რამდენად არის შეიძლება ჩაითვალოს რეკომენდაციის შესრულებად. ასევე მე მინდა ცალკე გამოვყო წინა წელს 2014 წლის დადგენილებაში ასევე იყო საუბარი კონკრეტულ რეკომენდაციებზე და ამ რეკომენდაციებსაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. გასულ წელსაც იყო არაერთი რეკომენდაცია შესრულებული, თუმცა იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც დღემდე არ შესრულებულა და აქ საუბარი არის სწორედ დიდი მადლობა. საუბარი იყო სწორედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივაზე, მათ შორის მინდა გავიხსენოთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალური მექანიზმის შექმნას, შრომის ინსპექციის შექმნას, შეძლების მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირებას, იძულებით გაუჩინარებისაგან დაცვის, გაეროს კონვენციას, ეკომიგრანტების შესახებ კანონს და სხვა. ანუ ესეთი რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით კვლავ არ არის შესრულებული, თუმცა ეს იყო შესული 2014 წლის დადგენილებაში. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საჭირო არის მიუბრუნდეთ ამ რეკომენდაციებსაც, არა მხოლოდ ვისაუბროთ 2014 წლის ანგარიშზე და რეკომენდაციებზე, არამედ წინა წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ სესიაზე სწორედ მოსმენა იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებისგან, რომ ეს უწყებები არიან თანახმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე და ნამდვილად იყო დაპირება, რომ საგაზაფხულო სესიაზე იქნება სპეციალური კანონპროექტიც ინიცირებული და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. ისევე როგორც შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, ხომ ამაზეც ჰქონდა კითხვა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართით. მე მხოლოდ ერთი ციფრი მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 500-მდე ადამიანი დასახი ჩრდა სამუშაო შესრულების დროს. 240-მდე ადამიანი ჩვენი მონაცემებით დაიღუპა. თუმცა ეს მონაცემებიც არასრულია.
ისევე როგორც ეკომიგრანტებთან დაკავშირებით 99,000 ოჯახი და მათი მდგომარეობა მე ვფიქრობ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და კანონის ინიცირება ამ მართულებით ისე როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მე არ შევუდგები კონკრეტული რეკომენდაციების შეფასებას, მაგრამ როგორც კი აღნიშნე, არის მთელი რიგი რეკომენდაციები, სადაც არის შეიძლება ითქვას რეკომენდაციები შესრულებული, არის ნაწილი, სადაც რეკომენდაციები არ შესრულდა და ჩვენ სპეციალურ დასკვნას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შევიმუშავებთ და უახლოესი დღეების განმავლობაში პარლამენტს გამოუგზავნით ჩვენს მოსაზრებებს. ეს ეხება ყველა მიმართულებას, მე ახლა ვერ ჩამოვთვლი ნამდვილად იმ ათეულობით რეკომენდაციას, რომელზეც იყო საუბარი, თუ ამის დრო მექნება, მე კი შევძლებდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ ფორმატიც საკმაოდ დეტალური განხილვა თვითონ რეკომენდაციის, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს რა თქმა უნდა დასკვნაში ავსახავთ ყველა რეკომენდაციას დაკავშირებით ჩვენს მოსაზრებას. ჩვენ ნაწილობრივ ამაზე უკვე გქონდა საუბარი სხვადასხვა უწყებებთან, ეს ეხებოდა თითქმის ყველა იმ უწყებას, რომელიც იყო, რომლის მოსაზრებებიც მოვისმინეთ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში მომავალი კვირისთვის გვექნება წარმოდგენილი ანგარიში, სადაც სწორედ დეტალურად იქნება საუბარი ზოგადად ამ პროცესის შეფასებაზე, რამდენად შესრულდა ჩვენი რეკომენდაციები. ეს არის ძალიან მოკლედ, რის თქვაც მინდოდა დანარჩენთან დაკავშირებით სწორედ ამ ჩვენს დასკვნაში ვისაუბრებთ. დიდი მადლობა.